სუსტი წერტილი, ყველაზე უფრო სუსტი წერტილი რომ მე გეტყვით, ქართულ ოცნებას დღეს სუსტი წერტილი ის არ ძლიერი წერტილი აღარ აქვს დარჩენილი. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზე, ტყუილზე და იმაზე, რომ აი ყოველ დღე რა შეატყუოს, რა მოიფიქროს მოსატყუებელი მოსახლეობისთვის, მე არ მგონია რომ ძალა ამაში. ერთადერთი მათ რაც შეერჩათ, ეს არის, ასე ვიტყვი, ძალოვანი სტრუქტურები, რომლითაც ისინი ცდილობენ გააკონტროლონ ყველაფერი. მაგრამ გიორგი, მე არ ვიხედები ისინი სად არიან სუსტები ან სად უშვებენ შეცდომებს. ჩვენ თავარია აღარ დაუშვათ შეცდომები და შეცდომების არ დაშვებაში გულისხმობ რომ სიძულვილს, რომელსაც ისინი აფრქვევენ, ჩვენ სიძულვილით ვერ დავამარცხებთ. სიძულვილს მხოლოდ სიკეთით დავამარცხებთ, სიყვარულით დავამარცხებთ, ხომ? სიბნელე, რომელიც მათგან მოდის, აქედან სინათლით თუ დამარცხდება, სხვა ვერაფრით, ხომ? აი ეს გახლეჩილობა, რომელიც მათ მოაქვთ, ჩვენი ერთიანობისკენ მოწოდებით უნდა დავამარცხოთ. ეს არის ერთ-ერთი ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სისტემურად შევცვალოთ და მე ამას გავაკეთებ და აი ამის პირობას ვდებ აბსოლუტურად საზოგადოების წინაშე, რომ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულებები ძალიან ბევრი ადამიანის პიროვნების თუ სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებაში, რომ ხელი გავუწოდოთ. დღეს ქართული ოცნების მხარდაჭერის, ასე ვიტყოდი, მიტოვება უნდა ძალიან ბევრს, მაგრამ ჩვენ იმ ხალხს კარი უნდა გავუხსნათ. არა ის, რომ წამოვაძახოთ, რომ აი შენ ადრე მხარს უჭერდი, არა. ის, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს, ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. შეუძლებელია ასე ცხოვრების გაგრძელება. იმიტომ რომ თუნდაც თქვენ რაც ახსენეთ, გეოპოლიტიკა, სად არის საქართველო? სოფლიო რუკიდან გამქრალია საქართველო. გიორგი, ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოფრინდებოდა რეგიონში, ჩავიდოდა სომხეთში, ჩავიდოდა აზერბაიჯანში და საქართველოს მხოლოდ თავზე გადაუფრენდა და ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა საქართველოს. გეკითხებით, ეს კარგია? რამდენიმე დღეში ყველა ევროპული ლიდერი ჩადის ერევანში. ნუ თუ ვინმეს მანამდე შედგება ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტს. მე არ მჯერა რომ ვინმეს მოსწონს ეს. მე არ მჯერა რომ ჩვენ თავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის და ევროკავშირის პოტენციური წევრი, მოდით ასე ვთქვათ, ასე იზოლირებული ვიქნებოდით. თითქოს არ ვარსებობთ. მიხვდით, აი როგორ არის, იცით? აი ხშირად მესმის სხვათა შორის უნდა ვთქვა ეს პრაგმატული პოლიტიკა. კითხვა სვავ, რა არის პრაგმატულობა? ამერიკასთან მტრობაა პრაგმატულობა? ევროკავშირთან მტრობაა პრაგმატულობა? გერმანიასთან და ბრიტანეთთან მტრობაა? გერმანიის ელჩთან ბრიტანეთის ელჩს როგორც ექცევიან, როგორი დამოკიდე, ეს არის პრაგმატულობა? ეს რანაირი პრაგმატულობა? ის ვინც შენ უნდა გეიმედებოდეს ძლიერი სახელმწიფოები და მოდი ვთქვათ ხა დღევანდელი ამერიკა ეს არის ძლევამოსილი ძლიერი ამერიკა, რომლის გვერდში დგომა უნდა ყველას. და ჩვენ მაშინ როცა თავარი პარტნიორი სტრატეგიული ვიყავით ამ რეგიონში, ახლა დავკარგეთ ეს შანსი, ახლა და გვაქვს დაკარგული ეს შესაძლებლობა და ეს უნდა შემოვატრიალოთ. მე ამისთვის ვიბრძვი. მე მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ ძლიერ საქართველოში, რომელსაც ყავს ძლიერი მეგობრები.